სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, გუბერნატორები, გამგებლები, აი ახლა მე მაგალითს გეტყვით. საქართველო არის ფეოდალურად უკვე დაშლილი. შუა საუკუნეების იქით ჩავექანეთ. ფაქტიურად კახეთი არის საადეიშვილო, სამცხე-ჯავახეთის სამერაბიშვილო, იმერეთის საბობოხიძეო, კაკოია ყველაზე დიდი იმერელი ხელისუფლებაში, ნეოყვარყვარე. ახლა ისა რა ქვია, სამეგრელო საახალაიოა, ნუ აღარაფერს აღარ ვამბობ აჭარაზე და სხვადასხვა. მცხეთა-მთიანეთის საჩოჩიევია. და უარეს გეტყვით, დუშეთში კგბ-დან, კუდიდან მიავლინეს გარედან მოტრიალი, აი ქურდების დროს იყო კომუნისტებისას გარედან ტრიალებსო რაიონზეო ან წარმოებაზეო და იქიდან კრეფავსო ფულსო ვინმე ოტიაშვილი, რომელსაც არაფერი თანამდებობა არ აქვს, რომელიც არის ყველაფრის გადამწყვეტ და ყველაფრის უფროსი და ყველა საკითხით ახდება მასთან. ახმეტიდან ჩამოიყვანეს და მიამაგრეს დუშეთში. ესე იგი, ფაქტიურად ჩვენ ფეოდალური დაქსაქსულობის სტატიასაც გავდივართ და ეს პრობლემები მომავალში უფრო იჩენს თავს და შემთხვევითი არ არის რომ სააკაშვილები და ახალეები სამეგრელოში ქმნიან რაღაც სამოქალაქო რეზერვს და ასწავლიან იარაღის სროლას ვიღაცებს. ეს შემთხვევით ეს ძალიან საშიში ნაბიჯებია და ვაფრთხილებ მათ რომ თავიანთივე დანთებულ ცეცხლში თვითონვე ჩაიწვევიან. მაგ პიროვნებამ თვითონ ვერ გაიგო რა უნდა, რა არის ქართული ოცნება და რისთვის დაიბადა საერთოდ რისთვის მოვიდა პოლიტიკაში. თვითონ ვერ გაიგოდა, ეხლა მე ხო არა ვარ მკითხავი და მისანი ამ პიროვნების ფიქრებისა და ოცნებებისა. ეს კითხეთ მას პირადად. მე გითხარით ქართული ოცნება რა არის? ქართული ოცნება არის დამოუკიდებელი საქართველო, ენა, მამული, სარწმუნოება, ძლიერი ოჯახი, მომუშავე და შემნახავი მშობლები თავისი შვილებისა, სოციალურად დაცული საზოგადოება, რომ რეანიმაციიდან არ გამოგაგდონ, იმიტომ რომ ფული არ მიგაქვს და არ მოგკლათ სახელმწიფომ. ქართული ოცნება ეს არის დამოუკიდებლობა, რეალური და არა მართვადი სუვერენიტეტი, რომლის დროსაც ჩვენი შვილები იხოცებიან ავღანეთში, ერაყში და მსოფლიოს ტრამალებში, იმისათვის რომ სააკაშვილმა გაიმაგროს სკამი და კარგად გაათფოს თავისი ისედაც დამთბარი გარემოცვა, ფულები და ჩვენი ქონებით, აი ეს არის ქართული ოცნება და მე იმას რა აქვს ქართული ოცნებაში, მე არ ვიცი, შეიძლება მისთვის ქართული ოცნება არის იმ 5.5 მილიარდის დაცვა სახელმწიფო დონეზე პოლიტიკით. ეს გამოცდილება მის მსგავს ბიზნესმენებს ძალიან კარგი დაუგროვდა და მე ჩამოგითვალეთ მისი მსგავსი ბიზნესმენები რა სიმაღლეებზე არიან გაჭრილები და რა ქონებას ფლობენ. ანუ გამოცდილება იმისა, რომ მილიარდები დაიცვა პოლიტიკით, საქართველოში შეიქმნა შესანიშნავი 20 წლის განმავლობაში. ბატონ შალვა, აი იგივე საარჩევნო წელი მოდის და გვაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენი პროცენტს უწინასწარმეტყველებთ იგივე იმ კოალიციას, რომელიც შეიქმნა ბიზინა ივანიშვილის სახით და თქვენი პარტიის შანსების შესახებაც რომ გვესაუბროთ, რამდენად გაქვთ მესამე პოლუსის შექმნის შანსი? არავითარი მესამე პოლუსი ჩვენ არა ვართ. ჩვენ ვართ ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ერი გადაარჩინოს. რომელიც არ გაყიდის ერს, არ გაყიდის ხალხს, არ გაყიდის მამულს, მიწას, წყებს, ჭალებს და გაყიდულს დაგებრუნებთ უკან. თუ ამას ჩვენი ხალხი ვერ გაიგებს, ვიმეორებ. ერთხელ არ გაიგო და საქართველო დაიშალა. მეორედ არ გაიგებს, საქართველო წაიშლება მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან და აი ამ შავი კატის შემოსვლაც აი ამის ნიშანია. აი ხო დაინახეთ, მე არ შემომიყვანე. აი თვითონ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ამდენად აქვს შანსი რომ იგივე უმრავლესობით მოვიდეს, როგორც ამას თავად ბატონი ბიძინა აცხადებს. გიმეორებთ რომ თამაშდება ვარდების რევოლუცია 2. ამერიკელებს სურთ ნაცმოძრაობა ჩაანაცვლონ პროამერიკული ამერიკელებზე მეტად პროამერიკული ძალებით. და ამისათვის შეიმუშავეს სქემა და პროექტი. თუ ჩვენ მივცემთ ამის საშუალებას ამერიკას და ხელისუფლებას და გაბატონებულ რეჟიმს, ისინი ამას განახორციელებენ და კონსტიტუციურ უმრავლესობებს მათთვის პრობლემა არ არის. თუ ჩვენ წინამდებობას გაუწევთ, შევებრძოლებით, არაფერი აწყლიენოთ, რომ გიჩვენებენ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები. დიახ, და ერთი კითხვაც თუ წინამდებობას გაუწევთ და ვიბრძოლებთ, მეგობრებო, ახლა ზოგიერთები ქილიკობენ, აი მიტინგი იქ ვაშინგტონი, ეს არის საქილიკო ბიჭო. გამოაცხადე დაუმორჩილებლობის შემოდგომა. სააკაშვილის ერთადერთი ეშინია ხალხის თავ შეყრის. ეს ფულებზეა, ეს გართულებაც ამიტომ აქვს, რომ ფიქრობენ იმ ფულით ხალხი არ ჩამოიყვანონ პოლიტიკოსებო მიტინგზე, თორემ ახლა იმ ფულითო დიდ ტრაქტატებს ვერ დაწერენ, იცის. ხო? ხალხის თავშეყრის ეშინია. და ჩვენ დავიწყეთ დაუმორჩილებლობის შემოდგომა. 7 ნოემბერს გამოაცხადეთ მიტინგი, ჩაგვიხტა ივანიშვილი და პრაქტიკულად
განაცხადა, რომ ეს არის სააკაშვილის მიტინგი. ეხლა ამის შემდეგ ღმერთს როგორ უნდა შეხედო და როგორ უნდა იარსებო როგორც ადამიანმა და პოლიტიკოსმა. ასეთ ცოდვას რო იტყვი, ხო? ვაშინგტონში ჩავატარეთ მიტინგი და იქ უთხარით ქართულად, სუფთა ქართულად, ლაზარეს ენაზე ამერიკელ მეგობრებს, რომ გვინდა თქვენთან მეგობრობა, გვინდა ჩვენ ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, კენედის, რეიგანის, ლინკოლნის ამერიკა, მაგრამ არ გვინდა დიკ ჩეინის, მაკეინის, ფრიდებისა და ბრაიზას ამერიკა, რომლებმაც საქართველოში კოლონიური რეჟიმი დაამყარეს. ეს უთხარით გასაგება და ეს გაიგო ამერიკის უმაღლეს პრეზიდენტი გამოეხმაურა თქვენს აქციას ამერიკაში და ინგლისური დაგიწუნათ. გეტყვით მაგის თავაზე. მერე ჩავატარეთ დაბადების დღეზე, მივუხტით პირდაპირ რეზიდენციაში და იქ ჩავატარეთ მიტინგი და მიუტანეთ ვაჩუბქეთ სახჭობელა, რომელზეც საქართველოს ჩამოკიდებული ხარ თამოყარე ადამიანი, ამაზე უნდა გამოგხმაურებულიყო და არა ჩემ ინგლისურ აქცენტზე, კაცო. ჩემ ინგლისურზე ეგ რას ნერვიულობს, ეგ არის კორუმპირებული მექთამის ოჯახში გაზრდილი, გათამამებული ბავშვი, რომელიც სკოლიდან რომ მოდიოდა, მის მექთამე რექტორ ბაბუებს მოყავდათ ინგლისურის მასწავლებლები და აზეპირებდებიან თუთი ხურშივით ამ ენას. მე არასოდეს ინგლისური არ მისწავლია, არ ვიცი და ამას არც ვმალავ და ხუმრობით რო ვიტყვი ორი ინგლისურ სიტყვას, ესე იგი იმ წუთში გამომეხმაურება და აი ინგლისური არის ის, არ ვიცი ბატონო. არ ვიცი და აღარც ვისწავლი, იმიტომ რომ ეს არის იმპერიალისტების ენა, ეს არის ენა, რომელიც ცდილობს ჩემი ენა მოკლას. ეს არის ენა, რომელმაც გამომიგზავნა სააკაშვილის დახმარებით 20,000 ინგლისურის მასწავლებელი, რომ ენა წამიშალოს. ამიტომ აღარც ვისწავლი, თორე ვაპირებდი. ამდენად ამაზე ნუ ინერვიულობს მიხეილ სააკაშვილი. ჩემს ინგლისურზე და ლინგვისტურ შესაძლებლობებზე ინერვიულობს იმაზე, რომ მას ელის აი სახჭობელაზე ჩამოკიდება, რომელიც მას მიუტანეთ. ყოველ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლო ელის ახლა ნამდვილად არავინ არ აპირებს აქ კადაფის მსგავსი სცენარების გამეორებას, იმედია ღმერთი დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ პასუხი რომ უნდა აგონ საბრალდებო სკამზე, თუ რატომ დაიკარგა საქართველოს, სად გაქრა საქართველოს? საქართველოს რო ჩაიბარა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ ავდგებოდით აი ახლა და ჩავიდოდით ახალგორჯში და იქ დავждებოდით ხინკალზე. აბა წავიდეთ ერთი რა ხინკალს გამოგვატარენ იქიდან ოსები და რუსები. ჩავიდოდით აქედან ცხინვალს გავივლიდით და ქორწილში დავესწრებოდით ერგნეთში და ქურთაში, ლიახვის ხეობაში, ხო? წავიდოდით აქედან ავიღებდით ვისაც მოგზაურობა გვიყვარს და გადავიდოდით კოდორის ხეობაში და მაღალი მთიდან დავინახავდით სოხუმს. ეს ყველაფერი ხო გაქრა? აი ამათი ქართული ოცნება ეს არის. საქართველოს გაქრობა თავიანთი ბედნიერების ხარჯზე. ამ ჯგუფის ქართული ოცნება. და ბოლოს მინდა გითხოთ ბატონ შალვა, იგივე ივანიშვილის მიმართ ისმის პრეტენზიები. თქვენ კი აცხადებთ, რომ ის ამერიკის მიერ არის გამოგზავნილი, მაგრამ ძალიან ხშირად ისმის პრეტენზიები მის რუსულ ბექგრაუნდთან დაკავშირებით და იმ მილიარდობით კაპიტალთან დაკავშირებით, რომელიც მან დააგროვა მოსკოვში. აი, რას ფიქრობთ, თქვენ თუ გაქვთ ეჭვის საფუძველი ივანიშვილის პრორუსულობასთან დაკავშირებით? მილიარდელის და ოლიგარქის გული იმყოფება იქ, სადაც ინახება მისი მილიარდები. ამ პიროვნების მრავალ მილიარდიანი ანგარიშები დასავლეთის ბანკებშია. ამერიკა, ევროპის ბანკებშია და მისი დაუმორჩილებლობის ან სხვანაგვარად მოქცევის შემთხვევაში დაედება მას ყადაღა. ანგარიშს გაუყინავენ, მეგობრებო, ამას სჭირდება ნახევარწამიანი გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის, რა ბრძანეთ? რუსეთში ფული გააკეთა და წაიღო დასავლეთში, ისევე როგორც რუსეთში აკეთებს ფულს კისინჯერი, კონსალტინგური ფირმა აქვს, ბზეჟინსკის კონსალტინგური ფირმა აქვს, სტროუმტელბოს კონსალტინგური ფირმა აქვს რუსეთში, კაცო, ფულს იქ აკეთებენ, მაგრამ მიაქვს დასავლეთში. ამიტომ მილიარდელის გული და სული არის იქ, სადაც ინახება მისი ქონება. მით უფრო ეხლა მან ფული იშოვა საეჭვო გარემოებებით, იარაღის კონტრაბანდით, ეგ და ლებედი ინდოეთში ყიდიდნენ იარაღს იმ არეულობის წლებში, როცა დრინასტიის პერიოდში ენთო ომის ცეცხლი. და მე არ დაგიმალავთ ეხლა რატო უნდა დაგიმალოთ? ტამიშის დესანტი გახსოვთ ხო? რომელმაც ამოხოცა ჩვენი ბიჭები, ყელები გამოსჭრეს პირდაპირ დანებით, დაეცნენ გადმოჯდა დესანტი იქიდან, ტამიში. ეს იყო ლებედის ხალხი. 60 ბიჭი დავასაფლავეთ დუშეთში, იმ დღეს დაკრძალვაზე ვიყავით, რომ გავიარე, ცრემლი ჩავმივარდი, მათ საფლავების გვერდზე, ძმათა სასაფლაო. 60 ბიჭი დუშეთში დავასაფლავეთ. 7 კასპში ჩამოასვენეს, მე აპატიედაც ხედრები აერიათ ცინკის კუბოებში იყო და ის ქვენით რა ქვია მოვაწესრიგეთ, ეს იყო 93 წელი. ეს ლებედის სპეცრაზმი იყო. და როდესაც ლებედის პარტნიორი ხარ ფინანსებში და ერაღის გაყიდვაში და ასეთ რაღაცას გააკეთებს, მინიმუმ უნდა დაცილდე მაინც და არ გააგრძელო მასთან პარტნიორობა, არათუ მე დაუფინანსო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. ეს არის ფაქტი, რომელიც არ მომიგონია მე და ეს ამის დასტური მიწაში წევს ძმათა სასაფლაოში ბიჭების სახით. აი ესეთებია სააკაშვილები, ივანიშვილები, მერაბიშვილები. არაფრის არ შეწყვებათ. არაფრის იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეხლა მე მყავს ერთი მეგობარი,
მოსკოვში დიპლომატურ აკადემიიდან. და როდესაც დაიწყო პირველი ომი ამ გადარეულმა ცხინვალში 2005 წელი იყო, ხო? ამ პიროვნებამ მოროზოვია ძალიან სერიოზული წრის წარმომადგენელი. ამ პიროვნებამ შექმნა საქართველოს დაცვის კომიტეტი და მიმართა რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ არ ჩაერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენი მოძმე მართლმადიდებლური ერის საქმეებში არ შეიყვანოთ ჯარები და არ გააგზავნოთ ბაევიკები. ეს გამოაქვეყნა ოფიციალურად და ცხადად. მე ძმაკაცი და მეგობარი იმიტომ მინდა, რომ მას ჩემი ერი და ჩემი სამშობლო უყვარდეს. რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. და თუ შენი ძმაკაცი და მეგობარი და ფინანს პარტნიორი დესანტს გიგზავნის და ახალგაზრდებს გიხოცავს, ცოტა ქართველმა კაცმა სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მე ასე მგონია. ბატონ შავა, ერთი წუთი რა. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ ბედნიერი